რა გეგმები აქვთ პრაიმერში მონაწილე მერობის კანდიდატებს ნაციონალური მოძრაობიდან, ამის შესახებ ისინი თავად ისაუბრებენ პირდაპირ ეთერში. პირველი კურიერის კითხვებს ნიკა მელია უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო ნიკა. მოგესალმებით, გამარჯობათ. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ პირველ რიგში პრაიმერში მონაწილეობა, რას თავაზობთ თბილისელებს და თანაგუნდელებს, რატომ უნდა შეაჩერონ თქვენზე არჩევანი და რატომ უნდა დაგასახელონ ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის მერობის კანდიდატი? პირველ რიგში რატომაც გადავწყვიტე, რომ კენჭი ვიყარო თბილისის მერის თანამდებობაზე. უკანასკნელი წელიწად ნახევრის განმავლობაში თაწმის რაიონის გამგებლად მუშაობამ დამანახა სულ სხვა თვალით თბილისში არსებული პრობლემები. მე მინდა ვაღიარო სამწუხაროდ ჩემდა, რომ მეგონა საკმარისად ვიცნობდი ჩემს რაიონს, მეგონა საკმარისად ვიცნობდი ქალაქს, თუმცა ნაკლებად წარმომედგინა, რომ ამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო ჩვენი ქალაქის მოსახლეობა და მიმაჩნია, რომ აქედან გამომდინარე ეს გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა მე უშუალოდ კომუნიკაციიდან გამომდინარე ხალხთან, ათასობით ადამიანთან მომიწია ამ წელნახევრის განმავლობაში ურთიერთობა, ზუსტად ვიცი თუ რა უჭირს ნებისმიერ მოქალაქეს, ვინაიდან თაწვდის რაიონი გასაგებია, რომ ერთ-ერთი რაიონია, მაგრამ ეს ერთი დიდი სოციუმია თბილისი და მეტნაკლებად ერთი და იგივე პრობლემატიკა არის სხვადასხვა თბილისის რაიონში. და ძირითადად რატომაც გადავწყვიტე, ბედი მეცადა, რომ გავხდე თბილისის მერი პრაიმერის გზით, რაშიც სიმართლე გითხრათ, მაღალი რწმენა მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ რეალური ბრძოლა გაიმართება იქ რეალურ არჩევნებში, რომელიც 15 ივნისს უნდა ჩატარდეს, არის ის, რომ მე უპირატესობა როგორც გამგებელს მაქვს სხვა დანარჩენ პოლიტიკოსებთან მიმართებაში. ჩვენ თუ გადავხედავთ ეხლა დასახელებულ უკვე თუნდაც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, თუნდაც ქართული ოცნების მხრიდან და რამდენიმე სხვა კანდიდატიც ალბათ დასახელდება, ყველა მათგანი გახლავთ უკვე კარგად გამორწმენდილი პოლიტიკოსი. და აი აქ ხედავ მე რეალურად ჩემს უპირატესობას ვიღაცისთვის ეს ჩემი ნაკლი არის, უთქვამთ, რომ კი მაგრამ შენ ხომ არ ხარ პოლიტიკოსი და რამდენად შეძლებ ამ ჭაპანის გაწევას, მაგრამ მიმაჩნია ეს არა ჩემი ნაკლი, არამედ სიძლიერეა, ვინაიდან სიძლიერე არა და უპირატესობა რომელიმე ცალკე აღებული კანდიდატისთან მიმართებაში, არამედ იმ საქმეში, იმ საქმიანობაში, რასაც ქალაქ თბილისის მერობა ჰქვია, ვინაიდან მე ის პოლიტიკური, ასე თქვათ, გამოცდილება არ მაქვს და ადვილად შევძლებ მოსახლეობას გავუგო, ვინაიდან როდესაც შენ პოლიტიკიდან მოდიხარ, რაც არ უნდა ეცადო, რაც არ უნდა მოინდომო, აუცილებლად დარჩება ის მიზნები და ამოცანები, რაც შენ პოლიტიკაში ქონდა. ანუ მაღალი ალბათობით შენ კვლავ იფიქრებ ცნობადობის გაზრდაზე, მაღალი ალბათობით შენ კვლავ იფიქრებ რეიტინგის გაზრდაზე და ნაკლებად მოახერხებ მოსახლეობასთან იმ დოზით კომუნიკაციის დამყარებას, რასაც მე ბატონო ნიკა, თქვენ თავს უწოდებთ არაპოლიტიკოს მერობის კანდიდატს, რა იქნება არაპოლიტიკოსი მერობის კანდიდატის სამუშაო პრიორიტეტები, ანუ რა არის ის პრობლემები, რაც არაპოლიტიკოსმა კანდიდატმა დაინახა ამ ეტაპზე? კი ბატონო, ჩემთვის არაპოლიტიკოსმა კანდიდატმა დაინახა შემდეგი რა ძირითადი, აი ამას მინდა ხაზი გაუსვა. ჩემთვის თბილისი იყოფა არა ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერებად, არა ქართული ოცნების ხარდაჭერებად, არა ქრისტიანულ-დემოკრატიული ხარდაჭერებად, არამედ იყოფა შემდეგი სეგმენტებად, იყოფა თაწმინდის რაიონის პრობლემატიკით და სამგორის რაიონის პრობლემატიკით. მე ვიცი, რომ თაწმინდის რაიონში არის უმწვავესი ინფრასტრუქტურული პრობლემები, როდესაც ვიცი, რომ სამგორში, ისანში კიდევ უფრო მძიმე სოციალური პრობლემები არის. ვაპირებ მე დღე და ღამე ვიყო აი ამ საქმით დაკავებული და მაქსიმალურად ვეცადო, რომ შეუმსუბუქო ის ტვირთი, რომელიც დღეს ნებისმიერ თბილისელს აქვს. ეს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მეორე მნიშვნელოვანი დეტალი არის, როდესაც შენ არაპოლიტიკური ფიგურა ხარ და მე არ მაქვს არანაირი პოლიტიკური გამოცდილება, პარტიულ პოლიტიკური ცხოვრებით მე არ მიცხოვრია, თავისუფლად შემიძლია იმ დაპირისპირებულ მხარეებს შორის რაღაცა კონსენსუსი გამოვნახო. დღეს მე მიხარია, როდესაც თაწვის რაიონის გამგეობაში მოდიან და მე არ აღვიქმები რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური გაერთიანების წევრად. ეს მე მიხარია ნამდვილად, ვინაიდან მე ვცდილობ ვიყო ყველასი გამგებელი და ზუსტად ასევე ვაპირებ ვიყო ყველასი მერი. მე ჩემს გარემოცვაში, სამეგობროში, თანამშრომლებში ყავს ერთი პოლიტიკური გაერთიანების ხარდაჭერიც, მეორე პოლიტიკური გაერთიანების ხარდაჭერიც
სანათესაოში, ოჯახში, ამიტომ ეს ღირებულება, მე მიმაჩნია ეს ჩემი ღირებულება და აი ამ ღირებულებით მივდივარ მე თბილისის მერობამდე და დარწმუნებული ვარ, რომ პრაიმერის გზით მე აუცილებლად მოხდები 4 წლის განმავლობაში იმ ქალაქის ბატონიკა, ძალიან საინტერესოა პრაიმერის პერიოდში რას გეგმავთ თქვენ, როგორ აპირებთ გააცნოთ ან ამომრჩეველს ან თანაპარტიელებს თქვენი სამოქმედო გეგმა? კი ბატონო, ჩემი გიორგი ვაჩაძის უპირატესობა ჩემთან მიმართებაში არის ის, რომ მე რეალურად შიდა პრაიმერის კონტექსტში ნაკლები დრო მაქვს. გიორგი გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდა, მეტი საშუალება ჰქონდა, თქვენ იცით, რომ ასე თქვა დელეგატები ირჩევენ, მე მათ ყოველდღე უნდა შევხვდე და გავაცნო ის გეგმა, რა გეგმაც მე მაქვს. გასაგებია მე მაქვს მაღალი რწმენა, რომ თუ კი იქნება ნორმალია კანდიდატი, მას აუცილებლად სერიოზულ ბრძოლას გავუმართავ, მაგრამ პირველი ეტაპი არის გასავლელი. გიორგი ვაჩაძე არ არის სუსტი კანდიდატი, მაგრამ ამისათვის საჭიროა პირველი ეტაპის გადალახვა და პრობლემებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, რაც რეალურად აწუხებს, ეხლა ნამდვილად საწყენი, როდესაც თბილისელი ბიჭი ღალღონით სავსე დღენიადაკ დადის და სამუშაოს ეძებს დღენიადაკ და ვერ პოულობს. ეს ყველას ჩვენი მარცხია და ვაპირებ აი ეს მარცხი ვაქციოთ არა ჩემ გამარჯვებად, არამედ თქვენ გამარჯვებად, მათ შორის და ზოგადად თბილისელების გამარჯვებად. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მაყურებელს შევახსენებ, ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატ